და ჩემ შობლებმა გაიგოს ჩემი. 9 წლის გიონისტი ხშირად ტირის იმის გამო, რომ მას არ აქვს არაფერი, რაც მისი ასაკის ბავშვებს უნდა ჰქონდეს. ეს ზურაბიშვილების ოჯახია, რომელიც ისეთ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, რომ სიტყვებით აღწერას კი შეუძლებელია. მაწოლები არ გქონდა, რამე წყალი ჩამოვიდიოდა ფანჯრები და რაღაცები. და კარები რამე გამოგიძეს, თუმცა ის წყალი შემოგვივარდა. შემოვიდიოდა აი სპიცარი დაუდემე და იქით მეტის წყალი მაინც მივარდებოდა კარებიც ნელა არის რა. მეზობელმა მოგცა და დავაყენეთ და მაინც ვერ ვიკეტავთ და აქედან წყალი შემოვიდიოდა იქიდანაც. აი როგორია. სხვა მამცა და კარებები მილადიაო, სურები. ძინა. აი ამ ოჯახს აუცილებლად სჭირდება ჩვენი გვერდში დგომა და დახმარება. არ იმსახურებს ეს პატარა ბიჭუნა იმას, რომ ველოსიპედიც კი არ აქვს. არ მეთანხმებით? ერთად დგომით ჩვენ შეგვიძლია მათი ცხოვრება ოდნავ მაინც შევცვალოთ და გავალამაზოთ. ნუ ჩაუვლით მათ გაჭირვებას გულგრილი. ხომ იცით, სიკეთე არ სათქრება.